კვირას 14 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღევლინა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ინდიქტიუნს ანუ საეკლესიო ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა. თანამსახურებდა ბულგარეთის ეკლესიიდან საქართველოში სტუმრად მყოფი დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი ანტონი. წირვის დასრულების შემდეგ საეკლესიო ახალ წელთან და სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა. ღვთისმსახურების დაწყებამდე ტაძარში შეკრებილებს მიტროპოლიტმა შიომ მიმართა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, როგორც იცით, ამ დღეს ეკლესიაში აღინიშნება საეკლესიო ახალი წელი და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ტრადიციულად ყოველთვის ლოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ვინაიდან იწყება ხოლმე ახალი სასწავლო წელიც ამ პერიოდში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს და ჩვენ ახლა გადავიხდით სწავლის დაწყების პარაკლისს. მიტროპოლიტმა შიომ მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები და პროფესორ-მასწავლებლები დალოცა. პარაკლისის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილებს საეკლესიო ახალი წელი და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევადელ დღეს ახალი საეკლესიო წლის დაწყებას, ასევე სასწავლო წლის დაწყებას. როგორც გითხარით, ჩვენ ახლა გადავიხადეთ პარაკლისი სწავლის დაწყებისა. დავლოცეთ ჩვენი ქვეყნის სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, პედაგოგები, პროფესორები. ყველას ვლოცავთ დიდი სიყვარულით და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებთ. და ყველაზე კარგი დარიგება მათთვის, მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისთვის და საერთოდ ყველა ადამიანისთვის არის უფალ იესო ქრისტეს სწავლება, რომელიც წარმოდგენილი იყო დღეს წაკითხულ სახარებაში, ძვირფასო ძმებო და დებო. ერთმა მეფემ თავისი ძისთვის გამართა საქორწილო ნადიმი. მეფეში იგულისხმება თავად ღმერთი, როგორც მოგეხსენებათ. და დაპატიჟა მრავალი ადამიანი, მაგრამ მათ მოიმიზეზეს სხვადასხვა მიზეზები და მოსვლა არ ინებეს. ერთმა თქვა, რომ ყანა იყიდა და უნდა დახედოს, მეორემ თქვა, რომ ხარები შეიძინა და უნდა გამოსცადოს, მესამემ ცოლი შეირთო და ვერაფრით მოვა ამ ნადიმზე. ყველა ძალიან ზრდილობიანად ბოდიშს იხდის და უარს ამბობს. აი დააკვირდით, ამ ყველა მოწვეულმა იცოდა რამ დიდარი მასპინძლობა ელოდათ მეფესთან. რა სიხარული ელოდათ. მაგრამ იმდენად დაკავებულნი იყვნენ თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით, რომ მეფის ნადიმისთვის ვერ მოიცალეს. შემდეგ მეფე უბრძანებს თავის მონებს, რომ გავიდნენ და მოიწვიონ ყველანი, ვისაც ნახავენ ქუჩაში, რომ შეავსოს ეს ნადიმი. და დაასძენს, რომ მრავალნი არიან მოწვეული, მაგრამ მცირედნი რჩეულნი. აი ეს იგავი, ძვირფასო ძმებო და დებო, ყველა დროში ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას და აქტუალობას. განაჩვენს არ ვიცით, რომ უფალი გვიწევს
სასუფეველში, თავის ნადიმზე, არადიულ სიხარულში და განა ჩვენს არ ვამბობთ, რომ დაკავებული ვართ ისეთი საქმეებით, რომ ვერ ვიცლით უფალთან მოსასვლელად, სულიერი ცხოვრებისთვის. ჩვენც ასე წუხვართ და ზრდილობიანად ვამბობთ ხოლმე. როგორც ეს მოწვეული სტუმრები. ვაპატიე, ვერ მოვალ, ეს საქმე მაქვს, ის საქმე მაქვს, ვერ ვიცლი და ასე შემდეგ. ჩვენც მათსავით, ესე იგი, ვერ ვათავსებთ. უფლისგან მომავალ უმაღლეს მოწოდებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასთან. მუდამ რაღაცით საქმიანობთ, დაკავებულები ვართ. ამაოებათა, ხომ გახსოვთ ეს ეკლესიასთან ცნობილი სიტყვები? დაახლოებით ასე. და სულიერი ცხოვრებისთვის კი ვერ ვიცლით, სულიერი საქმისთვის. და აი დღევანდელი სახარება ჩვენ სწორედ ამ კითხვის წინაშე გვაყენებს. როგორ შევათავსოთ ჩვენი უმაღლესი მოწოდება, რომელიც ღვთისგან მოდის, რაც არის სწრაფვა სასუფევლისკენ, ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობასთან, რომელიც ჩვენ ასე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. და აი როგორი პასუხია აი ამ შეკითხვაზე. რომ უფალი იესო ქრისტე სულაც არ ითხოვს ჩვენგან, რომ უარი ვთქვათ ჩვენს მოვალეობებზე, ჩვენს პასუხისმგებლობაზე, თუნდაც იმასთან მიმართებაში, რასაც ფლობთ მაგალითად. უარი ვთქვათ შრომაზე. პირიქით ყოველი ადამიანის დანიშნულებაა, რომ იშრომოს და ქმნიდეს რაღაც ფასეულობებს, აშენებდეს სულიერს თუ მატერიალურს. ესე იგი, შემოქმედებითი აქტივობა ადამიანის მოწოდებაა, თვირფასო ძმებო და დებო. მაგრამ როგორ უნდა აკეთებდეს ამას ყველაფერს ადამიანი? ყოველთვის მხედველობაში უნდა იქონიოს უმაღლესი მოწოდება მისი, რაც ღვთისგან მოდის. ყოველთვის უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ არსებობს ბევრად უფრო აღმატებული რამ, ვიდრე ის, რასაც მე ვაკეთებ. როცა ვქმნი რაღაც ფასეულობას ამ დედამიწაზე. რა არის ეს აღმატებული? ცხოვრება ქრისტეში, ცხოვრება ღმერთში, სწრაფვა სასუფევლისკენ. და ამ ღვთის სასუფევლის შენება ჩემს სულში და ჩემს გარშემოც. აი თუ ჩვენ ასე ვიშრომებთ, მაშინ ეს შრომა არასდროს აღიმართება წინაღობად ჩვენსა და ღმერთს შორის. და რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდეთ, მიწას ვამუშავებდეთ, თუ ოჯახურ ცხოვრებას წარმართავდეთ, თუ ვიყოთ დაკავებულები პოლიტიკური საქმიანობით, თუ სამეცნიერო, თუ სახელოვნებო და ასე შემდეგ საქმიანობით. ეს ყველაფერი, ვიმეორებ, წინაღობა კი არ იქნება ჩვენსა და ღმერთს შორის, არამედ პირიქით მოემსახურება ერთ მთავარ უმაღლეს მიზანს, ცათა სასუფევლის და ღვთის სასუფევლის დამკვიდრებას. და თუ ჩვენ გვინდა გავხდეთ სიძის, საქორწილო ნადიმის თანაზიარნი და მონაწილენი, ასე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ითხოვს ჩვენგან უფალი. ყველაფერს ვაკეთებდეთ ქრისტესთვის, რწმენით, ქრისტეს ჭვრეტით, მისი მცნებების აღსრულების სურვილით. როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული, სჭამთ თუ სვამთ, თუ
თუ რაიმე რასაც აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთებთ. და თუ ჩვენ ასე მოვიქცევით, ჩვენზე აღსრულდება გამოცხადების წიგნის ცნობილი სიტყვები. ნეტარ არიან კრავის საქორწილო ნადიმზე წვეულნი. ამინ. ტაძარში შეკრებილებს მიმართა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა ანტონმა. დღეს ჩვენთან სტუმრად ბრძანდება სტუმარი ბულგარეთის ეკლესიიდან. ეს გახლავთ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი ანტონი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმსახურეთ, შევასრულეთ აღვავლინეთ წმინდა ლიტურგია. ძალიან იყო სასიამოვნო, სასიხარულო განწყობა, ძვირფასო მეუფე. მინდა გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა და პატივისცემა და გთხოვთ ჩვენგან სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა მის უწმინდესობას ბულგარეთის პატრიარქ დანიელს და მოგვიხსენოთ თქვენ წმინდა ლოცვებში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დღეს შესაძლებლობა მოგვეცა ერთად ჩაგვეტარებინა ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში. ჩვენთვის ბულგარელებისთვის ქართველი ხალხი ძალიან ახლობელია, რადგანაც ბულგარეთისა და საქართველოს ისტორიაში ბევრი რამ საერთოა. ის რაც გვაერთიანებს არის მართლმადიდებელი ეკლესია და რწმენა. ჩვენ რამდენიმე დღეა საქართველოში ვიმყოფებით, სხვადასხვა ადგილებში ვიყავით, მოვილოცეთ ტაძრები და მონასტრები. ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ შეინარჩუნა ქართველმა ხალხმა თავისი რწმენა. მივიახლეთ წმინდა გაბრიელ ურგებაძის წმინდა ნაწილებს, ხვალ მივიახლებით წმინდა ნინოს წმინდა ნაწილებს. ჩვენ ვლოცულობთ არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ იმ მშვიდობისთვის, რომელიც ჩვენს მაცხოვარს იესო ქრისტეს ჩვენთვის დაუტოვებია. მან თქვა, მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ. და ახლა ჩვენ ვლოცულობთ ამ მშვიდობისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, ადამიანთა გულებში რომ აღდგეს მშვიდობა და ღვთის სიყვარული. ბოლოს მსურს გადმოგცეთ საჩუქარი მისი უწმინდესობის ბულგარეთის პატრიარქ დანიელის სახელით, რომელიც გილოცავთ თქვენ. ვილოცებთ და ვულოცავთ პატრიარქს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, რომლის ლოცვითაც მივდივართ ქრისტეს გზით. მიიღეთ ეს ხატი, რომელიც შეგახსენებთ ბულგარეთის ეკლესიისა და ხალხის სიყვარულს და იმას, როგორ ერთობლივად აღვასრულებთ ლოცვას. ამინ. ძვირფასო მეუფე, მეც მინდა მოგართვათ ეს ხატი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ნიშანდობლივია, რომ დღეს საეკლესიო ახალი წლის დასაწყისში თქვენ გვესტუმრეთ და დღეს ჩვენ ლოცულობთ ბულგარელი ხალხისთვის და ქართველი ხალხისთვის, ამ ორი ძველი და ძმური ხალხის მეგობრობისთვის, მშვიდობისთვის და გაძლიერებისთვის. ერთმა გაგახაროთ. დიდი მადლობა. 14 სექტემბერს ეკლესია აღნიშნავს ინდიქტიონს, ეს არის საეკლესიო ახალი წელი. სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფეშიო აღავლინა საზეიმო წირვა და თანამსახურებდა ბულგარეთის ეკლესიიდან დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი ანტონი. მოსაყდრეშიო მსახურების ბოლოს ასევე შეასრულა სწავლის დაწყების წინ პარაკლისი, დალოცა ახალგაზრდობა, მოგეხსენებათ 14-დან მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში თუ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში იწყება სწავლა და წარმატება უსურვა მართლმა დალოცა სრულიად საქართველოს და ულოცავ დღევანდელ დღეს ყველას. მე ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მოვედი სტუდენტების დალოცვაზე, ყოველს გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და საეკლესიო ახალ წელს. მე ვარ სკოლის მოსწავლე, დღეს მოვედი სამებაში მოსწავლეებისა და სტუდენტების დალოცვაზე და მინდა გისურვოთ ბედნიერი სწავლის დაწყება. მე ვარ 96 საჯარო სკოლის მოსწავლე, ვლოცავ ყველას დღევანდელ დღეს და ასევე სკოლის დაწყებას.